ეფესელთა მიმართ პირველ თავში მე-18 მუხლში წერია და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმინდათათვის. დიახ, მეგობრებო, ღმერთს უნდა ჩვენი თვალები ხედავდეს იმ საოცარ მემკვიდრეობას, რომელიც თავისი მოწოდების ერთგული ადამიანებისთვის აქვს გამზადებული, თუმცა ეს ქვეყნიერება ცდილობს ყველანაირად დაამძიმოს ჩვენი აზროვნება, ჩვენი ფიქრები, ყველანაირად ნეგატიურზე, პესიმისტურზე გაგვამახვილებინოს ყურადღება, რათა არ გამოუფხიზლდეთ ჯეროვნად და არ მიუძღვნათ ჩვენი თავები ღმერთს. იყო დრო, როდესაც მოსემ გადაწყვიტა 70 უხუცესი მოეხმო თავისთან და გამოსვლის 24 თავში წერია, ნახეთ, ავიდნენ მოსე და აარონი, ნადაბი და აბიჰუ და ისრაელის 70 უხუცესი და იხილეს მათ ისრაელის ღმერთი და იყო მის ფეხთა ქვეშ რაღაც საფირონის ქვაფენილის მსგავსი ზეცასავით სუფთა. და არ აღუმართავს მას ხელი ისრაელის ზეთა რჩეულებზე, იხილეს ღმერთი, ჭამეს და სვეს. დიახ, ეს ადამიანები გამოეხმაურნენ მოსეს და ღმერთის მოწოდებას და შედეგი რა იყო? მათ იხილეს ცოცხალი ღმერთი. მასთან ერთად იყვნენ მოზიარეობაში, ჭამეს და სვეს ღმერთის თანდასწრებაში. რა საოცარი აღთქმა, რა საოცარი მოწმობაა. ახლა ნახეთ, იესო ქრისტე როდესაც მოუხმობს 70-ს, რათა წარგზავნოს თავიანთ მისიაზე. ნახეთ, ამის შემდეგ ლუკას მე-10 თავი. სხვა 70 ამოარჩია უფალმა და ორ-ორი მიავლინა წინასწარ ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც თავადაც აპირებდა მისვლას. უთხრა მათ, ვინც თქვენ მოგისმენთ, მე მომისმენს. თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს, ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომავლინებელს უარყოფს. ნახეთ, როგორ გაუტოლა თავის მოწოდებულ რჩეულ ხალხს. ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, მამას მიიღებს. ღმერთს არ ეთაკილება თავი გაუტოლოს თავის მიერ მოწოდებაში არსებულ ადამიანებს, რომლებიც მისი ერთგულნი რჩებიან და ნახეთ, სიხარულით დაბრუნდნენ 70-ნი და ამბობდნენ, უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან. ღმერთს საოცარი აღთქმები აქვს თავისი შვილებისთვის, მათთვის, ვინც მოწოდების ერთგული რჩება, ვინც რჩება მოწოდების ღირსი და აკი მოციქული პავლე გვევედრება კიდეც ეფესელთა მიმართ მე-4 თავში, ამიტომ გემუდარებით მე, პატიმარე უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს. მიუხედავად პატიმრობისა, მიუხედავად გამოწვევებისა, მოციქული პავლე დარდობს და ფიქრობს იმაზე, რომ მისი ძმები და დები აღმოჩნდნენ მოწოდების ღირსნი. რამე თუ ის, რასაც ეს ქვეყნიერება, წუთიერი სიამოვნების სახით, თუ საზრუნავის და ტკივილების სახით გვაჩეჩებს ხელში, ვერც კი შეედრება იმ საოცარ მემკვიდრეობას, რომელიც მოწოდების ერთგულ ადამიანებს გაუმზადა ღმერთმა. შენ რას აკეთებ? ხომ არ ჩაგინაცვლა ქვეყნიერება მოწოდება ღმერთში?